სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს. ზღვისუბანში მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია შემოგვიერთდა. დაგლოცეთ, მამან დავით. მადლობა, დაგლოცოთ, გაგახაროთ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მამა დავით, ჩვენ დღეს გვინდა ვისაუბროთ ადამიანის ამ ქვეყნად მოვლენების დანიშნულების შესახებ, ჩვენი ცხოვრების აზრის შესახებ, რა არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი, მისია, თუ შეიძლება ასე ითქვას. ახლა არის დიდმარხვის პერიოდი, პირველ კვირაში ვიმყოფებით, ეს არის ვიცით, გამორჩეული პერიოდი, სულიერი მოღვაწეობისთვის, დიდი ასპარეზი და ის დროა სწორედ, როდესაც ჩვენ ვუფიქრდებით ჩვენს თავს უფრო მეტად, ფიქრობთ ბევრს თვითშემეცნებაზე და სწორედ ეს ალბათ უკავშირდება ადამიანის დანიშნულებასაც, მთავარ მისიას, რისთვისაც ადამიანი ამ ქვეყნად არის მოვლენებული უფლის მიერ. ბუნებრივია, ყველა ადამიანს ალბათ ინდივიდუალურად თავისი მისია აქვს უფლისგან დაკისრებული, მაგრამ ალბათ არსებობს ზოგადი დანიშნულებაც, რისთვისაც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იბადებოდეს. რა არის ის მთავარი მიზანი, არსი ადამიანის ცხოვრების, რაზეც გვინდა დღეს რომ ვისაუბროთ. დიახ, ძალიან საინტერესო თემა გახლავთ. ცხოვრების აზრი თუ რა არის და ეს არის შეკითხვა, რომელიც ადამიანს სულ მუდამ თან დაძდევს. და ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას პასუხგაცემული ადამიანის ცხოვრებაში. და თუ კი ადამიანი ამას მოახერხებს და ამ კითხვას პასუხს გასცემს, ეს იმდენად მნიშვნელოვანი არის მის ცხოვრებაში, როგორც მისი დაბადება და როგორც მისი სიცოცხლე. და ამ კითხვის პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, ადამიანს მიიყვანს ჭეშმარიტებამდე აუცილებლად და ადამიანი თუ კი დაუკვირდება თავის ცხოვრებას და დაფიქრდება იმის შესახებ თუ რა არის ცხოვრება და რისთვის არის ის მოვლენილი ამ ქვეყანაზე და როგორ უნდა განვითარდეს ის შემდგომ, რა თქმა უნდა, დაუკვირდება, რომ ესე იგი მისი განვითარება იწყება იმით, რომ აზროვნება აქვს ადამიანს, წავა სკოლაში, შემდგომ რაღაც პროფესიას დაეუფლება, შემდგომ იწყებს სამსახურს, დაოჯახდება, ყავს შვილები, მერე კიდევ უკეთეს სამსახურზე გადადის, რაღაც შემდგომ შვილები ოჯახდებიან, შემდგომ მოდის ტკბილი სიბერე, ესე ვთქვათ და შემდგომ ადამიანი უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან და რაღაცნაირად ეს კითხვა რაღაც ამ ქვეყნიური თვალსაზრისით სანამ ადამიანი მოვა ღმერთამდე ძალიან ესე ვთქვათ პასუხგაუცემელი რჩება, რადგანაც დასაწყისი გასაგებია და განვითარების პერიოდი და ეს ფინიში არის ყველასი ერთნაირი, ანუ იმთან რითი მთავრდება, ესე იგი 2 მეტრით, ამ საფლავით მთავრდება და გაუგებარი ხდება თუ როგორ ესე იგი ესეთი ადამიანმა ესეთი ლამაზი ცხოვრებით იცხოვრა, მშვენიერი ცხოვრება და ამით როგორ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ადამიანი მუდმივ ძიებაში უნდა იყოს და აუცილებლად ის მივა ჭეშმარიტებამდე და იმ ბედნიერებამდე, რომელიც არის ღმერთთან ყოფნის ბედნიერება და უკვე შემდგომად, როდესაც ადამიანი მოვა ჭეშმარიტებამდე, ამის შემდგომადაც არასოდეს არ უნდა დაივიწყოს ცხოვრების აზრი თუ რა არის. ეს არის ეს ფიქრი, მთავარი მისი შეგონებად შეიძლება გახდეს, რადგანაც ამ შეგონებამ ადამიანს უნდა მიანიჭოს სწორი მიზანი და ის ღირებულება და ფასეულობათა ძიებაში სწორი ორიენტირები რო ყოველთვის ეკავოს ადამიანს და არათუ თავის თავში ადამიანობა დაჩრდილოს, არამედ პირიქით უნდა გააღრმავოს ადამიანობა და უკვე როგორც შვილი, მამა, მშობელს ემსგავსება შვილი, ასევე თავის შემოქმედ ღმერთს ნაბიჯ ადამიანი, რა თქმა უნდა დაემსგავსოს და ჩვენ მაინც ესე იგი პოსტსაბჭოთა პერიოდი გამოვიარეთ, არათუ პოსტსაბჭოთა, არამედ მე პირადად მიწევდა ამ ათეისტურ პერიოდში ცხოვრება, როდესაც უღმერთობა იქადაგებოდა ესე პირდაპირ, ესე ვთქვათ, სამდელოება აღარც იყო დარჩენილი დედამიწაზე, საქართველოში ყოველ შემთხვევისთვის ესე წაკვრით მაინც იყო, რა თქმა უნდა, ეკლესიაზე რაღაცნაირად ესეთი შეტევა, მაგრამ განსაკუთრებული შეტევა იყო იმ ტრადიციებზე, რომელიც ქრისტიანობამ დატოვა და ეს გახლდათ ვთქვათ
საკვირაო სააღდგომო კვერცხის, ესე ვთქვათ, სამსახურში არ მოტანა და არ შეიძლებოდა, ესე იგი, სკოლაში ხელების, ესე ვთქვათ, ხო, ეს იყო ძალიან და ბავშვისთვის ეს ძალიან ისეთი მძიმე დასაქმელი არის და თუმცა ჩუმად ამას მაინც ყველა აკეთებდა, ხო? დიახ, ჩუმად აკეთებდა. ეს ტრადიცია არ მოშლილა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, და ამან ფაქტიურად ჩვენ შეგვინარჩუნა რწმენა, რადგანაც ჭეშმარიტება სულისუქტავებაშია და ადამიანი, როდესაც მიდის საფლავზე, პირველ ყოვლისა ის ვისთან მიდის, თუ კი იქ არაფერი არ არის და თუ კი იქ სიცოცხლე აღარ არის, მაშინ და კავშირი არ არის მისტიური სხეულსა და სულს შორის, მაშინ გაუგებარი ხდება და აქ აი ზუსტად ეს იყო რწმენა. მარადიული ცხოვრებისა და მეორე საკითხი კიდე სანთლებს, ოდესაც ვუნთებდით, ვის ვუნთებდით ამ სანთლებს, ხო? უხილავ ღმერთს, რომელსაც განვიცდიდით და ესე იგი აი და მე მასოს ჩემი თავი, ოდესაც მოვედი და აი ოჯახში მითხრეს, აი პირველივე კლასებში იყო ეს ალბათ პირველ ან მეორე კლასში და ოდესაც მითხრეს, რომ წავსულიყავი აღდგომას საფლავზე, დედას უთხარი, რომ მეთქი დედა ხო ესე ამბობენ, რომ ღმერთი არ არის და კვერცხს არ უნდა მოკიდო ხილი თქო და მასოს დედის სიტყვები რომ მითხრა რომ იტყუებიანო შვილო კომუნისტები მაგათ არ მოусვინო და ეს იყო ჩემთვის აი ესე იგი სამყაროს რაღაც სხვა თვალით დანახვის ესე იგი პირველი ესე ვთქვათ შედეგი და პირველი ფიქრი რომ რაღაცაც ესენი ამბობენ ესე იგი მთლად ესე არ არის და მასოს აი ბელადის ესე ვთქვათ კულტი იყო ძალიან დიდი და ის იყო ცოცხალი არის და მუდამ ცოცხალია და ეს ფიქრი რომ ის როგორ არის ცოცხალი თქო ვიძახთი კაცო წევს და არ ინძრევა მეთქი და თან მეუნებიან რომ იქ არაფერი არ არისო თან მეუნებიან ეს ცოცხალიაო და აი ამ კითხვებმა ძალიან დიდი ესე ვთქვათ ფიქრები დაბადა ჩემში და რა თქმა უნდა იმ ჭეშმარიტების ძიებაში ვიყავით ყველა ჩვენთაგანი თუ რა არის ცხოვრება და მიზანი ცხოვრებისა რა თქმა უნდა რა არის თუ სად ვიპოვოთ საკუთარი თავი და აი ამის ძიებაში ადამიანმა აუცილებლად უნდა იპოვოს ღმერთი მისი შემოქმედი ღმერთი რადგანაც ბავშვი რომელიც მას არ იცის სად არის მისი მშობელი ის ყოველთვის ეძებს მას და მას სურს იხილოს მისი მშობელი და აი ეს არის ის განცდა რომელიც ადამიანს აუცილებლად აპოვნინებს ღმერთს და ეს კითხვა აქ რელიგიური ადამიანის კითხვა არ არის ეს არის ნებისმიერი ადამიანის კითხვა რომელიც აუცილებლად პასუხგაცემული უნდა გახდეს და ერთმა მოწაფემ კითხა თავის მოძღვარს გამოცდილ მოძღვარს რომ აი მოძღვარო რატო არიან ადამიანები ესეთი არ არიან ბედნიერები რაში არის საქმე რომ იქნებ მათ კითხვები აქვთ და ამ კითხვებს არ ვაძლევთ ჩვენ პასუხსო და მოძღვარმა უთხრა პირიქით შვილო ადამიანებს არ აქვთ კითხვები მათ უნდა ქონოდოთ კითხვები და ქონდათ კითხვები და ეს კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი მათ ცხოვრებაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რომ ადამიანმა გაანალიზოს დაფიქრდეს გაიაზროს თუ ეს ცხოვრება ну თუ ეს მხოლოდ ეს არის რასაც ჩვენ ხედავთ და რა თქმა უნდა ეს ესე არ არის და ჩვენ განვიცდით განვადიდებთ აი 1600 წელია გარდაცვლილი არის წმინდა ნიკოლოზი და როგორ ვადიდებთ მას ყველანი და როგორ დედამიწაზე არ არის ადგილი წერტილი სადაც მისადმი არ არის განსაკუთრებული ვედრება და ის დღესამომდე ადამიანებს ეხმარება როგორც აი ცხადად ისე სპირიდონ ტრიმიფუნტელი ავიღოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხება მფარველობა იმდენად დიდია რომ აი ნებისმიერი ადამიანი ამას გრძნობს და აი ჩვენი დროის საკვირველი მამა გაბრიელი რომელიც დედამიწაზე ასევე არ დარჩა წერტილი და ადგილი, სადაც ესე იგი მისადმი არ არის ვედრება და ადამიანები გრძნობენ მის დახმარებას, მიუხებას და ეს დიახადაც აი სიცოცხლე ჭეშმარიტება არის სულის უკტავებაში და ადამიანი მიდის აი ამ ჭეშმარიტებამდე, მიდის ამ ბედნიერებამდე, რაც არის ძალიან დიდ სიხარულთან და ადამიანი სწავლობს მარადიულ ცხოვრებას უკვე დედამიწაზე. დიახ. იმ ცხოვრებას და გრძნობს და ხედავთ ჩვენ რომ სამი წიდან იწყება ასეთ ესე იგი ოფერჭილაძის ცნობილი სიტყვები რომელიც ასევე არის სახელწოდება ხო ჩვენი ერთ-ერთი გადაცემის. დიახ, არაჩვეულებრივად ისეთი სანუგეშო სიტყვებია რომ ეს მარადიულობა იმდენად სანუგეშო არის და იმდენად ახარებს ადამიანის გულს რომ მას ყავს შემოქმედი ღმერთი რომ შენ არასდროს არ ახარ მარტო
აი ეს ფიქრი არის ის, რომელიც ადამიანს გაძლიერებს და მარად ნეტარს გამყოფებს და მხიარულს გამყოფებს და ეს არის ის, რაც რითაც უნდა ვსუდგმულობდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ და აი ამ ძიებაში, ამ კვლევაში უნდა ვიყოთ მუდამ და მარად ეს რა არის ცხოვრების აზრი, ჩვენი მთავარი, ესე ვთქვათ, შეგონებაც უნდა იყოს, რომ ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არა ვართ დაბადებულნი დედამიწისათვის. ჩვენ დავიბადეთ დედამიწაზე მარადისობისათვის და აქ უნდა მოვემზადოთ, აქ უნდა დავიწყოთ, არჩევანი გავაკეთოთ და დავიწყოთ ეს ცხოვრება და აი თქვენ ბრძანეთ გადაცემის დასაწყისში ელისაბედ რომ აი დაიწყო დიდი მარხვა და ისეთი ბედნიერება შემოვიდა ჩვენს გულებში და ისეთი სიხარული შემოვიდა ესე იგი ანდრია კრიტელის კანონი გინდა იკითხოს სულ ადამიანმა და რადგანაც ეს გამყოფებს იმ მდგომარეობაში, კურნების მდგომარეობაში. სინანული ეს არის თვით მკურნალობა უკვე ადამიანის. მიწალე და ის სიტყვები, ის სიღრმეები, როგორც აი გამხმარ მიწას წყალი როდესაც დაესხმევა და ლბება, ასევე ჩვენი სული ტკბება იმ სინანულის სიტყვებით, რომელიც გვესმის ანდრია კრიტელის საგალუბელში და დღეს კიდე წაიკითხება მეოთხეჯერ დღეს სრულდება და შემდგომ მეოთხე შვიდეულში სრულად წაიკითხება ოთხშაბათის სისკარზე სრულად წაიკითხება მთელი ანდრია კრიტელის კანონი ჩვენ ასევე დავტკბებით აი ამ სიხარულით, აი ამ ბედნიერებით, რაც არის ამ სინანულში გამოხატული და სულ გინდა რომ აი ჩაუღრმავდე იმ სიტყვებს და იმ შინაარს, რომელიც გადმოცემულია და აი მორწმუნეთაც ტაძარში წიგნები უკავიათ და აი ამ წიგნების დაკავებაშიც არის რომ ყველა სიტყვას ჩაწვდეს და კურნება მიიღოს ადამიანმა თავისი სულისა და ამ მადლობა ღმერთს რომ აი სამკურნალო დაწესებულებაა ტაძარი და ამ სამკურნალო დაწესებულებაში ჩვენ უხვად ვღებულობთ ღვთის მადლს. დღეს გადმოღრვილია ღვთის მადლი კაცობრიობაზე, საქართველოზე ბრჩოვლად არის ეს ყოველივე. ჩვენ ყველაფერი გვაქვს სულისათვის სასარგებლო, ჩვენს გარშემო ტაძრები, ბიბლიოთეკა, საეკლესიო არხები, არის მონასტრები ჩვენს გარშემო, სადაც ახვალ და ესე იგი სულისათვის საზდოს მიიღებ, იხილავ იმ ადამიანებს, რომელნიც ამ ყოველდღიურობით ცხოვრობენ და რომელთა გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ რაღაცა დარიგება შეძლო ადამიანმა, არამედ შენ საქმით უნდა გაამყარო შენი სიტყვები და აი იმის მაგალითი არის, რა თქმა უნდა, ის სასულიერო დასი ბერმონაზნობისა განსაკუთრებით, რაც არის ფუძე ჩვენი სულიერი ცხოვრებისა და ჩვენი ღვთისმთავრები და ჩვენი პატრიარქი, რა თქმა უნდა და ამით ვტკბებით და აი შემდგომ უკვე ჩვენ ეფრემასურის ლოცვით ვაგრძელებთ აი ამ ესე იგი აი ამ დიდ მარხვას და აი ეს სიტყვები, მთავარი სიტყვები, რომელიც გვესმის, რომ ჰეუფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა და რა კარგია, როდესაც ამას მიაღწევს ადამიანი. დიახ, და ესე იგი დამშვიდდება ადამიანი, რადგანაც ეს სასამართლოს ღმერთს მიანდობს ადამიანი და თვითონ თავისუფლდება მსჯავრის გამოტანისაგან და ამბობს რომ მეუფალო და მეუფეო მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ერთხელ მახსოვს მოგზაურობაში ვიყავი და ჩემს მოძღვარს უთხარი რაღაცა ერთი კვირა ვითვინე თითქოს მეგონა რომ ვითვენდი და მე რაღაცა თავი ვერ შევიკავე და რაღაცნაირად რაღაცა განრისხება გამოვხატე რაღაც მოვლენის მიმართ და მე მოძღვართან თავი ვიქე რომ აი მეთქი მე ერთი კვირა ვითვენდი მეთქი და მოძღვარმა მითხრა რომ შენ არა გაქვსო განცდა თვისთა ცოდვათაო. შენ რო ქონოდაო განცდა თვისთა ცოდვათაო მაშინო ძმას არ განიკითხავდი და არ განურისხდებოდიო და ჭეშმარიტად ესეა თუ კი მე მაქვს ტკივილი ჩემი ცოდვებისა მაშინ მე რატო ვერ პატიობ სხვას იმიტომ რომ მე ჩემი თავის არასრულფასოვანად ვხედავ ჩემ თავს და ესე იგი ის მიკვირს რომ ეს ადამიანი რატო იქცევა ესე და ჩემი თავისა არ გამკვირვებია როდესაც მე თავად უამრავი დანაშაული მაქვს ღვთის წინაშე უამრავი სიმცივე მაქვს და როგორც ამბობს ანდრია კრიტელი არა არ ცოდვა რომელიც არ ამიცოდავს საქმით, გონებით, გულით
ფიქრით და აი ეს არის რომ ჩვენ ეს გვაქვს და მამა დავით, აი ჩვენ საუბრობთ საკუთარი თავის ძიებაზე, ხო და ჭეშმარიტების შეცნობაზე, ჩვენი ცხოვრების მთავარ აზრზე. და თქვენ ბრძანეთ და ნამდვილად ასეა, ხომ რომ ყველა საკუთარი გზა აქვს უფლისკენ მისასვლელი, ინდივიდუალურია, ვინ როდის მოძებნის ამ გზას და როდის შეიმეცნებს ჭეშმარიტებას და თუ კი ეს მოხდება, ესეც არის ღვთისგან, ხო, ბუნებრივი ადამიანს თავის ძალებით არაფერი შეუძლია. აი შეიმეცნა ადამიანმა ჭეშმარიტება, იცის სიმართლე, იცის რომ თუ უნდა მას ღმერთთან იყოს, ღვთისმცნებები უნდა დაიცვას და თუ სულისცხონება უნდა და გადარჩენა უნდა, ეკლესიური ცხოვრება არის ამისთვის ერთადერთი გზა. მაგრამ ადამიანი ამას არ აკეთებს. აი, როდესაც ადამიანს გამოეცხადა ეს ჭეშმარიტება, ანუ შეიმეცნა ჭეშმარიტება, იცის რა არის სიმართლე და ამ დროს აღარ შრომობს, აღარ იღწვის იმისთვის, რომ თქვათ იაროს უფლისკენ სავალ გზაზე და ცხოვროს ეკლესიურად. მას უფრო მეტი მოეკითხება? რა თქმა უნდა, ვისაც მეტი მოგვეცა, მეტი მოგვიკითხება და როგორც ამბობს პეტრე მოციქული, რომ როდესაც მაცხოვარი მოვა, პირველ რიგში ტაძარში დაიწყებს განკითხვას, ტაძრიდან მოგვიკითხავს ყველას და მერე განსჯის უკვე ერს. და აი ადამიანი, რომელსაც მიეცა ჭეშმარიტება, ეს ჭეშმარიტება არის ტალანტი, რომელიც მას მიეცა საჩუქრად, ყოლა დაუმსახურებლად. და ეს ებოძა საჩუქარი განძი, აი როგორც ძღვენი უფლისაგან ალმასი, ბრილიანტი აჩუქა ღმერთმა, რათა განამრავლოს და სხვაც დააპუროს. გლახაკნო დიდარნო სარწმუნოებით აი ესე მიმართავს იაკობ მოციქული მორწმუნეთა ერს, რადგანაც ჭეშმარიტად სიმდიდრე არის სიმდიდრე, რომელიც მორწმუნე ადამიანს უყრია ხელთ. და ეს არის სიმდიდრე, რომელიც უნდა განხიდოს ყოველივე და მხოლოდ მას დაეუფლოს და მისით ხარობდეს ადამიანი, მას მოუაროს და მას ავივებდეს და ეს ჭეშმარიტება იმიტომ მოგვეცა ჩვენ, რომ ჩვენ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ჩვენი ქმედებით სხვა ადამიანზე ზეგავლენა ვიქონიოთ და როგორც ამბობს ღირსი მამა სერაფიმე საროველი, რომ ჩვენი ზიარებით, არა მხოლოდ ჩვენ ვეზიარებით, არამედ ეზიარებიან ჩვენი ოჯახის წევრები და ჩვენი მიცვალებულები. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეგნატე ღმერთშემოსული ამ სიტყვას ამბობს, რომ თუ კი ადამიანმა ვერ მოახერხა მისი ცოცხლეში, ესე ვთქვათ, სიწმინდის მიღწევას და ვერ ცხონდა, ღმერთი მას ამას არ დაუკარგავს და გვარში მლოცველს აღუდგენს. რათა მისი ლოცვით აცხონოს ეს ადამიანი და ეს არის დიდი პასუხისგებლობა. ეს არის დიდი, როგორ შეიძლება რომ ადამიანმა ეს ჭეშმარიტება, ესე იგი, გადადო და რაღაცა სხვა ამოფიქრებს მიიღო ხელი იმის გარეშე, რომ ჭეშმარიტება წინ გიძღუდეს. აი ისმის კითხვა, რომ ჩემ აი ადამიანმა უნდა დაუსვას თავის თავს კითხვა, რომ რა არის ცხოვრების აზრი? ცხოვრების აზრი არის ჩემი შვილები და შვილიშვილები. რაც არ არის სწორი. რადგანაც შენ თუ გიყვარს შენი შვილები და შვილიშვილები, შენ უნდა გინდოდეს მათთან ერთად მარადიულად გაიხარო და შენ თავი ღმერთს უნდა მიუძღვნა, რომ ჭეშმარიტად გიყვარდეს შენი შვილები და შვილიშვილები და მათით ხარობდე საუკუნოდ უკუნითი უკუნისამდე, როგორც აქ, ასევე მარადისობაში და შენ კი თუ კი და მე თუ კი თავს მიუძღვნით ღმერთს და ადამიანები ამ გზნებარებას ჩვენში დაინახავენ, ჩვენი ოჯახის წევრები, შეუძლებელია მათზე ამან არ იქონიოს ზეგავლენა, რადგანაც ადამიანი ზეგავლენის ქვეშ ცხოვრობს. მასზე ზემოქმედებს მშობლის, ესე ვთქვათ, ქმედება, ის მშობლოს მიმსგავსებულია და როგორც ამბობს ერთი ცნობილი გამოჩენილი მოღვაწე თანამედროვეობის, ესეთი მსახიობი არის, რომელიც შვილების აღზრდას დაანებე თავიო, მაინც თქვენ დაგემსგავსებიანო, თქვენი თავი აზარდეთ. ანუ მაგალითი მხელა ძალა აქვს. დიახ, მაგალითი მხელა ძალა აქვს, ესე იგი, ერთს ვეუნებოდე და მეორეს ვაკეთებდე, ხო ესე არ გამოვა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სახლში ლოცულობდეთ, ჩვენ სახლში მარხულობდეთ. აი თითქოს თანამედროვე შეხედულება არის, რომ რასაჭირო არის აღსარების თქმა. აი წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი, ესე ვთქვათ, ეს შემოდის ეს ლიბერალური, რა ვთქვათ, შეხედულება, რომელიც არ არის სწორი, რადგანაც ბავშვს ჩვენ უნდა შევაძლებინოთ კრიტიკული იყოს საკუთარი თავის მიმართ. აი, როდესაც მოძღვართან მოდის ბავშვი, პირველი ჩვენ რასაც მას ვეუბნებით, აი მოდი პირობითად ავიღოთ საბა. აი მოდი შვილო საბა. აი შენ მითხარი, აი რა არ მოგწონს შენს თავში. და ბავშვი იწყებს ფიქრს.
პირდება არ იცის ჯერ რა თქოს, აი წარმოდგენა არ აქვს, რას ქვია. აი ყველა აქებს ხომას და აი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ამ შეფასების უნარს ვუღვივებთ ადამიანს და ეს მანამდე რომ არც დაფიქრებულა ხომ შესაძლებელია. დიახ, არც დაფიქრებულა და ჩვენ აი აქ შეკავების უნარს ვასწავლით უკვე ბავშვს. მარხვაც ეს არის აღსარებასთან ერთად, რომ ყველაფერი აი რა ახლა ბავშვი იმას რა ქვია, ჩვენ კი არ ვთხოვთ ბავშვს, არამედ შევაგონებთ. რომ დაიწყე შვილო და ეს დაიწყე, შეიძლება გავდოთ 15 წელი, 17 წელი და აი 18 სანამ უკვე უმაღლესი, აი იქ შეიძლება უკვე მოძღვარმა უკვე უთხრას, რომ აი ცოტა მეტი ყურადღება მიაქცია ამ საკითხს, თორე იქამდე სულ შეგონებით არის ეს მარხვა არც ერთი მოძღვარი ბავშვი მარხვას რაღაცა შეძლებ თუ არ შეძლებს, ამაზე არ არის მისი ზიარება დამოკიდებული, სხვა დამოკიდებულება გვაქვს აბსოლუტურად მოზარდების მიმართ, მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის დრო, როდესაც დადგება ბავშვის ცხოვრებაში, როდესაც ბოროტი, ეს ავისული, მას გაუჩენს სურვილს, თუნდაც სიგარეტი მოწიოს და ბავშვი ცხოვრობდა სულ იმ მისწრაფებით, რომ რაც მას სურდა, მას უსრულებდნენ, მან არ იცის საშუალება რითი შეეწინააღმდეგოს აი ამ თქვათ მავნე სურვილს და ეგ ზუსტად უკვე ასკეტიზმი. და თმელის ნებისყოფა არა. დიახ, და აი ეს არის ასკეტიზმი. როდესაც წრთობა აქვს ბავშვს გამოვლილი სულიერი, რომ მან იცის რომ რაღაცა სასარგებლოა, რაღაცა არ არის სასარგებლო, მისთვის ყველაფერი, ყველა სურვილი არ არის სასარგებლო და აი უკვე ეს მომზადებული არის ცხოვრებისათვის და გამყარებული აქვს მას ეს მტკიცე, ესე ვთქვათ, ნებისყოფა და აი ამიტომ არის საყვარელნო, რომ ჩვენ აი ყველანი უნდა ვეცადოთ, რომ თავად ვიყოთ მაგალითი ბავშვების და ამავდროულად ჩვენც ვიყოთ. ისე არ იყოს, რომ მხოლოდ ბავშვი მიყვავდეს აღსარებას და ჩვენ არ ამბობდეთ. მე აღსარებას მახსოვს, რომ ერთი მშობელი მოვიდა და მითხრა, რომ ახლა მზად არა ვარ, რომ მამა აღსარებისო, მაგრამ თხოვო ჩაიბარეო და რატომ მეთქი და შვილი მეუნებო კი, მაგრამ შენო როდის ამბობ აღსარებასო და მე ვუძღარი ხო ხედავ რომ გეუნები მეთქი, უნდა თქვა შენს აღსარებაში. მე რომ მოკავარო აკავ, შენ არ ამბობ აღსარებასო ბავშვს უთქვია და ამხილა ბავშვი. ამხილა ბავშვი, მაგრამ შენც უნდა იარო მამიგო აღსარებაზეო და ესე ვთქვათ ბავშვი მამაც ესე ვთქვათ გულმოდგინეთ ბავშვმა გაახსენა ამის შესახებ და აი ესე უნდა ვიყოთ და ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და ლოცვა, რაც არის მადლის მოწევა ხო ჩვენს ოჯახში, რაც არის ღმერთის მობრძანება ჩვენს ოჯახში, მფარველი ანგელოზის მობრძანება და ეს არის ბედნიერება, რომლითაც ჩვენ უნდა ვხარობდეთ და ჭეშმარიტად ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ როგორ ვიყოთ ბედნიერები და ბედნიერება არის სიმდიდრეში, ოღონდ იმ სიმდიდრეში, რომელსაც ქვია სულიერი სიმდიდრე, იმიტომ რომ დანარჩენი ყველაფერი გვაქვს. და თუ კი ჩვენ რამე გვაკლია მადლი ღვთისა და აი ახლა როდესაც მარხვა არის, ყველას მოუწოდებთ, რომ მეტად ივიაროთ ტაძრისაკენ, მეტად მოვიდეთ ტაძარში, უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენ სულიერ მდგომარეობას, როგორც ამბობს მაცხოვარი, როცა მარხულობ, იცხე თავსა შენსა, ხო? იგი ზეთი იცხე, 7 ზეთის ხებები ტარდება, კრიტელია, რამხელა სიხარული ტრიალებს, რამოდენა ბედნიერება ტრიალებს, ესე იგი აი ესე იგი გავსებული ხარ ადამიანი ამ სიხარულით, ეს არის ის სიხარული, რომელიც მთელი წელი უნდა გაყვეს შემდგომ და რა თქმა უნდა ის დღესასწაულები მაცხოვრისა, რომელიც შემდგომ იქნება, მოხდება განახლება ამ სიხარულების, ამ ბედნიერების და აი ამ სიხარულით და ბედნიერებით ხარობ ჩვენ და ღმერთმა არ მოგვაკლოს ჩვენ და სრულიად საქართველოს ბედნიერებას. მამა დავით, ჩვენი საუბრის ბოლოს დაახლოებით გვაქვს 5 წუთი სასაუბრო დრო კიდევ დარჩენილი, გარდაცვალებასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. აი, როდესაც გარდაიცვლება ადამიანის ოჯახის წევრი, ახლობელი, ბუნებრივია ხომ, ტკივილს განვიცდით, ტკივა ცრემლივგდის და რთულია ხომ მივიდეთ იმ აზრამდე და გავიაზროთ ის არ სრულდება ხორციელი ცხოვრების დასასრულით, მარადიულად ყოველთვის გრძელდება ბუნებრივია ცხოვრება. აი როგორ შეიძლება რომ დამოუკიდებლად შეუძლია თუ არა ადამიანი მივიდეს ამ დასკვნამდე, გაიაზროს ეს რომ არ დასრულდა ადამიანის ცხოვრება, გარდაცვლილი ცხოვრება, ის აგრძელებს მარადისობაში ისევ ცხოვრებას. დიახ და აი თუ კი ეს მოხდა ისე რომ ჩვენ მოახერხეთ რომ ჩვენი ოჯახის წევრი რომელიც ჩვენ ყველანი ერთმანეთს ესე ვთქვათ ვეხმარებით ამ ქვეყანაზე გადასვლაში ხარ ამ მარადიო ცხოვრებაში და თუ კი ეს იქნება ბედნიერება, თუ კი ჩვენი ოჯახის წევრი ცხოვრობდა ღვთისნიერად, სიკეთით, აი ეს ორი მიმართულება ღვთისმსახურებითი და კეთილი ცხოვრების და წმინდა ცხოვრების წესი მას ჰქონდა, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და შევეცადოთ რომ აი ამ სულიერი ცხოვრებით
ვაცხოვროთ ჩვენი ოჯახის წევრი და თუ კი ის წავიდა ჩვენ ვიქნებით ძალიან ბედნიერები, რადგანაც ჩვენ გვგრძნობთ ერთმან ურთიერთ ლოცვით კავშირში ვართ. ჩვენ გვგრძნობთ მათ დალოცვას. აი ჩვენ ხშირად გაგვიგია აი პატრიარქმა გვასწავლა პირველ ყოვლისა რომ მისი მშობლების სურათი ხატებთან აქვს და ჩვენც ხშირად გვასწავლა რომ მათ დაალოცინეთ თავიო უკვე იმ ქვეყნად როცა არიანო და ჩვენ როცა განსაკუთრებულად მძიმე დღეები გვაქვს მივდივართ მშობლების საფლავებზე პანაშვიდს ვიხდით ვთხოვთ შეწევნას დახმარებას ვჩერდებით და ვძნობთ მათ ლოცვას და მათ დალოცვას და ეს რა თქმა უნდა ამ მონატრებას ესე იგი სულ იქნება ეს მონატრება მაგრამ ეს არის ესე ვთქვათ არა უიმედო მონატრე არამედ იმედიანი მონატრება რადგანაც ჩვენ როცა შევხვდებით ჩვენს გარდაცვლილებს ჩვენ აუცილებლად ისინი მადლობას გვეტყვიან და ჩვენც მადლობას ვეტყვით მათ ლოცვისათვის და იმ სიყვარულისათვის რომელიც მათ იმ შრომისათვის რომელიც გაიღეს ამ ქვეყნად ჩვენთვის ჩვენი ცხოვრებისათვის და ასევე იმისათვის რომ ლოცულობდნენ ასევე თუ კი ახალგაზრდა ადამიანი წავიდა და ეს დაკავშირებული იყო რაღაც დაავადებასთან ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ღმერთი ეს არის სანატრელი რადგანაც არიან ადამიანებს როცა ეძახიან რაღაც ერთი დღით ადრე და არიან განსაკუთრებულად ვინც უყვართ მათ ერთი წლით ადრე ეძახიან თქვა გააფრთხილებენ აი ეს გაფრთხილება თუ კი მიიღო ადამიანმა რომ ის მარადისობაში მიდიოდა ეს კიდევ უფრო ბედნიერებაა რადგანაც მომზადებული წავიდა ადამიანი ჩვენ ამას სწორად უნდა შევხედოთ სწორად უნდა გავიაზროთ და მადლობა ღმერთს რომ ეკლესიის შვილები ვარ და ღმერთი გვაძლევს ამ გააზრებას და ყველას მარხვა სინანულისას გისურვებთ რაც არის ძალიან დიდი ბედნიერება რადგანაც სინანულს სიხარული მოაქვს სინანულს სიმდაბლე მოაქვს და სიყვარული და აღდგომა სიხარულისა რომელიც ულევად გადმოიღრება რა თქმა უნდა ჩვენს გულებში დიდი მადლობა დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის მაყურებელს უთხრათ რომ ზღვის უბანში მდებარე ბიჭვინთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი